საყვარელო ჰერელებო, ლაგოდეხელებო, მე მინდა მოგესალმოთ ყველას, მინდა მივესალმო ლაგოდეხის ახლად არჩეულ მერს და მინდა მიულოცო ეს საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობა და გაგრძელება აი ამ დიდი საქმისა, რომელსაც ის აკეთებს ჩვენს რაიონში. მინდა მივესალმო განსაკუთრებულად ბატონ გურამ მაჭარაშვილს, ჩვენი პარლამენტის ღირსეულ წევრს, რომელიც ყოველთვის აქ არის და ხედავთ ყოველთვის მის თანადგომას და მის გვერდში ყოფნას თითოეული ჩვენთაგანისადმი. მინდა მივესალმო საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ კახას და მადლობა უთხრა მას სრულმისათვის ჩვენს საყვარელ ქალაქზე, ჩვენს საყვარელ მუნიციპალიტეტზე. მინდა დააგლოცო თითოეული თქვენთაგანი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაა მივიღო ეს ჯილდო და ვიყო ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ დროებით მართავდე ეპარქიას, რომელსაც მართავდა ჩემი მასწავლებელი, ჩემი მოძღვარი, ჩემი აღმზრდელი მეუფე სერგი და ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია, რომ ვიყო თქვენთან ერთად. მინდა დააგლოცოთ, მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვიყოთ ღმერთთან. ხანდახან არის, რომ ჩვენ გვეუბნებიან, იქით უნდა ვიყოთ, ახეთ უნდა ვიყოთ და თითქოს იყოფა ჩვენი მსოფლმხედველობა, საით ვიყოთ არ ვიცით. მთავარი არის ვიყოთ ღმერთთან. მთავარი არის ვიყოთ ღმერთში და ვინ რომელი ადამიანების დადგებიან ღმერთთან, იმ ადამიანებს დაუჭიროთ ხარი. მე დაგლოცავთ ყველას და შევთხოვ უფალს, რომ საქართველოს ყოველთვის ევლოს ღვთისაკენ მიმავალ გზაზე და მაშინ ყოველთვის წარმატებული იქნება ჩვენი ერი. დიდი მადლობა ღმერთმა, დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. ასევე სიტყვას გადავცემთ ბატონ დავით კუბლაშვილს. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ურმესი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ჯონდომ დივნიშვილს, კომისიის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღო აღნიშნული წვლილი. მინდა აქვე მადლობა გადაუხადო